კი, ვათანებ, გავხსენებ. მე არაფერი არ მიჭერს ისეთი, რომ ვერ გავაკეთო, რასაც დედა გააკეთა. და პირიქით. არც დედას არ მოჭერს ესეთი, რომ ვერ გააკეთოს, რაც მე შემიძლია. როცა მშობლების მხარდაჭერა აქვთ შვილებს, გოგოსაც და ბიჭას, ამ შემთხვევაში აუცილებლად აქვთ მათ ის ძალა, რომელიც აი დამოუკიდებლად ცხოვრებას აჩვევს, ხო, მთელი ცხოვრების მანძილზე, იგივე რაღაც კარიერულ ნაწილში არიან წარმატებულები, თუ მათი რაღაც პირადი ცხოვრების ნაწილში ეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. მამის ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ვფიქრობ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს მაგალითზეც მე ადრეულ ასაკში გარდამეცვალა მამა და ვფიქრობ, რომ აი ადამიანს შეიძლება ყველაფერი ქონდეს, მაგრამ აი მამის არ ყოლა გვერდით, ვფიქრობ დიდი დანაკლისი არის ბავშვისთვის და აქედან გამომდინარე, აი გავორმგებით ვცდილობ ჩემ ბავშვს მეტი ყურადღება რომ მივაქციო და ვიყო მაგათთან ერთად სულ. რა თქმა უნდა, ბავშვის აღზრდის მომენტი არ უნდა იყოს ფრაგმენტული და რაღაც გრძელვადიანად განგრძნობითად უნდა ხდებოდეს ეს პროცესი, ხო? სწორედ მსგავსი ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ის დადებითი შედეგი, რომელიც უფრო მეტად დაახლოებს ზოგადად მშობლების და შვილების თაობასაც. ერთი ეს და მეორე მათ მისცემს რაღაც იმ შესაძლებლობებს, რომელიც შეიძლება ნაკლები ურთიერთობებით არის გამოწვეული და ამ დეფიციტს აქვს. მაგრამ ამისთვის აუცილებელია იყოს დიდი რიცხვი ჩართული მოსახლეობის და მამების, რომ მივიღოთ შედეგი, რომელიც უკვე სხვებისთვისაც სამაგალითო იქნება ჩვენი მომავალი თაობისთვისაც. მიყვარხარ და სულ მეყვარები. ელი. ისე.